სალამი მეგობრებო, მე თაიფუნი ვარ. მეგობრებო, ყველას ახალ დღეში გულითადი. სალამი, პატივისცემა, სიყვარული. დღეს ვიფიქრე ამ ვიდეოში დედეც იყოს. მოგვენატრა დედე ჩემო ლომო. ჩემი ცელკი ბიჭი მოგენატრათ. სად არის ეს დედე ვთქვი? იცით, დედეს ძალიან ცელკობა რო უყვარს. ამიტომ რამდენიმე დღეა ვკეტავდი მას. გუშინიდან გაუშვი, გუშინიდან თავისუფალია. ღამით ისევ სრული სისწრაფით აგზელაგზელებს ცელკობას. 2 დღეა ვიდეოც ვერ ავტვირთე. ცოტა ავად გავხდი მეგობრებო. ამინდები ხან ქარიანი, ხან ცხელი, ხან ცივი იყო და გვარტყა და ავად გავხდით. გუშინაც ვიდეოს ატვირთვა საათები გაგრძელდა და ვერ აიტვირთა, ამიტომ ვერ გავაზიარე, მაპატიეთ. დღეს იქიდან ვაგრძელეთ, სადაც გავჩერდით. ეხლა დღევანდელი თემა რა არის? დღეს მეგობრებო, ჩემს კატას გაჩვენებთ. ჩვენ აქ ბევრი ძაღლი გვყავს. ძაღლი გვყავს, თხა გვყავს, ვირი, მტრედი, ქათამი, ბატი, იხვი, რაც გინდათ, ყველაფერი გვაქვს. ხოლოდ კატა გვაკლდა აქ. იცით, ადრე უკვე კატაც ავიყვანე. ჩვენი კატაც ქუჩიდან ავიყვანეთ, როცა რთულ მდგომარეობაში იყო. ამის შემდეგ კარგა ხანია თქვენთვის ვიდეო არ გადამიღია კატასთან ერთად, ალბათ 2 თვე გავიდა. ჩვენი კატა ძალიან შეიცვალა, გაიზარდა და ძალიან ფსიქოპატი გახდა. ფრეს მას თქვენ გაჩვენებთ. ჩვენს კატას ძაღლებთან გავაცნობ. გაიზარდა, ქათმებთან გავუშვებ. თან მტრედებზე და ქათმებზე რეაქციას შევამოწმებთ, ძაღლებზე და ლეკვებზე რეაქციასაც შევამოწმებთ. დემებთ, დაესხმება თუ არა, რა მოხდება, ყველაფერს ვნახავთ, ყველაფერს გამოვცდით. თქვენგან ერთი თხოვნა მაქვს. მანამდე გთხოვთ, არ გამიტეხოთ გული. გააკეთეთ ერთი სიკეთე, გთხოვთ. თუ ავიდეოს მოიწონეთ, გამოიწერეთ არხს და კომენტარს დაწეთ. ძალიან გამიხარდება. თქვენი მოწონებები და კომენტარები ჩემთვის ძალიან ძვირფასია. თუ დაიზარებთ, ამ ვიდეოს ერთი ლაიქი დაუტოვეთ. გთხოვთ, ხარი დამიჭირეთ. გეფიცებით, როცა მოწონებები და კომენტარები მოდის, ძალიან ბედნიერი ვხდები. მოტივაცია მემატება და ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტი ვიდეო დავდო. ადამიანები მელოდებიან, ადამიანებს უყვარვარ, გეფიცებით, მართლა ბედნიერი ვხდები, მეგობრებო. ჩვენს ფერმაში 2 ახალი აფიშა დავამზადებინე. აჩვენე ეს. რამდენიმე დღის წინ Instagram-ზე გავაზიარე. ჩემი Instagram-ის მისამართია თაიფუნდემირჩი TV. იქედან გამომწერეთ. აქ თავშესაფარს ეძახდნენ, უკვე ნერვებს მიშლიდნენ. რა თავშესაფარი აქ, ბიჭო? ეს ხო თაიფუნ ბაბას ფერმაო, ხო გითხარით? მე ვთქვი, მოდი ერთი კარგი აფიშა გავაკეთოთ მეთქი. აქ ჩვენი თხა დავდგი. ჩვენი ქათამიც დავდგი. ხო, ძაღლებიც დავდგი. ტრედი ყავს, იხვი ყავს, ბატი ყავს, როტვაილერი ყავს. ყველაზე მთავარი კი ფაისალ ბაბაც აქ არის. ფაისალის რო არ დამედგი არ შეიძლებოდა. სინამდვილეში ფაისალისთვის სპეციალური აფიშის გაკეთება მინდა. ხოლოდ ფაისალი იყოს. ასე ვფიქრობ, მაგრამ გონი ეს სტილო, ანუ ჩვენი აფიში აქ კარგად გამოიყურება. უბრალოდ ამას ცოტა დავჭიმავ, წინა ქარში კარგად ვერ დავამაგრეთ. ეხლა ცოტა მოღუნული ჩანს. კლიპებს რომ მოვჭლი და თავიდან დავამაგრებ, წიგნივით სუფთად დადგება. ქვენგან 10-დან შეფასებას ველოდები. მე 10-დან 10 ვაძლევ, ძმაო. მართლა შესანიშნავი გამოვიდა. ამის შემდეგ მოდით მეორე გაჩვენოთ თქვენ. ეხლა იცით, ჩვენი სლოგანი წლებია გვაქვს, შეიძლება 10 წელი გავიდა, შეიძლება 15 წელი გავიდა. ძაღლს კი არა, შვილივით ვზრდით. თურქეთში ძაღლების სიყვარული, ცხოველების სიყვარული, მთელი გული წლებია ვცადე შემეტანა. შრომა ჩავდე. თქვენში ცხოველების სიყვარული ჩავნერგე. ამისთვის ვიბრძოლე, რომ თქვენთვის მეჩვენენებინა, ეს მხოლოდ ძაღლი ან ცხოველი კი არა, არამედ შვილი, ბავშვივით არის. ჩვენი სლოგანიც აქ დავწერე, მეგობრებო. ზემოდან აქ დავამატე ჩვენი კანგალი, როტვაილერი, გერმანული ნაგაზი და ორიგინალი გელი. ჩემი აზრით 10-იანია, 5 ვარსკვლავიანია. ამასაც 10-დან 10 ვაძლევ, თქვენგან კულას ველოდები. მაგალითად, მომავალში ახალ აფიშებსაც გავაკეთებინებ. ეხლა როგორც ხედავთ, საკმაოდ ბევრი ჯიში გამოვიყენეთ. ახალ აფიშებში, რომლებიც გავაკეთებინებთ. თქვენი აზრით, რომელი ძაღლის ჯიშები უნდა იყოს? კომენტარებში თქვენს აზრებს ველოდები, მეგობრებო. ბოქსერი მაქვს ჩაფიქრებული. არის სურვილი, რომ ფისტიკივით ფინო ძაღლები დავამატო. ამის შემდეგ კიდევ რას დავამატებთ? აი ჩვენი სუსულდან შეგვიძლია დავამატოთ. აბა ძმაო, თქვენგან ველოდები, რეკომენდაციები მომწერეთ. რომელი ჯიშები დავამატოთ? სხვა ცხოველი იყოს თუ რა იყოს? აი ესე წინ დაუდგე ამას, ხო ესე? მოხედე, ჩემი აზრით 10-იანად გამოვიდა, მეგობრებო. მოუხდა ჩვენს ფერმას რა. ეხლა შემდეგში აი მხებთა რო ბოსელია, გახსოვთ, სადაც თავის ხალებია. იქაც თულუქისგან ერთს გავაკეთებინებ, რომ თხებმა არ შეჭამონ. მინდა იქაც ერთი იყოს, იქ უფრო პატარა რამეს გავაკეთებ. მაგრამ ჯერ არ გადამიწვეტია იქ რა გავაკეთო. დიდი ალბათობით თხებთან დაკავშირებულ ამის უბრალოდ გავაკეთებ.
ვაი, ვარდემოდით, ვაი შვილო. ასე უფრო ლოგიკურად მომეჩვენა მეგობრებო. ჩვენი შვილებიც აჩვენე. დღეს მადლობა ღმერთს, ამინდი კარგია. ორი დრეა საშინელი ქარიშხალი იყო. ვეღარ ვიდექით ფეხზე. ანუ ხეები მოიტეხა. ქოხები გაფრინდა, ამინდი სავდაკირა დადგა, ნახე რა მოხდა. საშინელი ქარიშხალი იყო, მაგრამ დღეს მადლობა ღმერთს, ამინდი მშვიდია, თითქოს წვიმა წამოვა. ჩემო პატარებო, რას აკეთებ, ჩემო სიყვარულებო? გაგიშვათ. ჩემი პატარა გარეთ გასვლა უნდა. ჩემი დესტანები აჩვენე. ქვეყანამ ნახოს რა არის ღირსება. ქვეყანამ ნახოს რა არის ქარიზმა. დესტან ბაბა, ჰაიდუდ ბაბა, სოფია, ერა, ესენი ხო, ესენი მომავლის ლეგენდები იქნებიან. ამათ ხო ძალიან ვენდობი. უკვე მადლობა ღმერთს, თვითრწმენა ძმაო, სუპერია. კარგად გაიზარდნენ. გასქელება დაიწყეს. ესენი იცით, ცოტა კიდე რო გაიზარდონ, აქ ომს გააჩაღებენ, ომს. მაშალა, ჩემი ლომები არიან. ცოტა ხანში გაგიშვებთ ახალგაზრდებო, კარგი? ეხა მოდით მეგობრებო. ნელ-ნელა დავიწყოთ. წავიდეთ ქათმებთან. ძმაო, ყოველ ვიდეოში კლასიკაა. შვილებისთვის მომზადებული საჭმელი უნდა გაჩვენოთ, მოდი. მოდი აბა, მოდი. გადით. აჰა, პატარებიც მოდიან. დაიცადე შვილო, დაიცადე. არიჩქაროთ, ჩემო სიყვარულებო. შესათხარ აბაშე. ჩემო ბატკნებო, მოდი. მოდი. თქვენ რას აკეთებთ თქვენ? გოგო, საირულობ თქვენ? ჩემო ლომებო, მამას როგორ უყვარხართ? ესენიც უკვე დიდები გახდნენ. ესენიც ცოტა ცელკობას იწყებენ, მეგობრებო, ჰა? გუშინი ხვდასდევდნენ გამაბრაზეს. შვილო, მე თქვენ აქ დაცვა დაგტოვებთ. ესმათ, დაიცავით ისენი და კაცურად მოუარეთ. იხვებს ნუ დაედევნებით გადარეულებო. თქვენ სხვა ძმებიც იქ ისედაც ისხდნენ. სხვა ყვითელი ცოტა უფრო პასიურია. ის რშილად არ მოდის როგორც ესენი, მეგობრებო. მოდით ვნახოთ ჩვენი საჭმელი. ისე 2 საათი და ნახევარი, 3 საათი გახდა ალბათ. იხარშება, მეგობრებო, ნახეთ. მზად ვართ. 1, 2, 3. შეხედეთ ამას. ვაი. თაიფუნ ბაბა ამ სპორტს მისდევს. შეფი თაიფუნ დემირჯი. ამის შემდეგ კოლაგენი თაიფუნ დემირჯი. ამ სპორტს მისდევს მაო. ქვედა ნაწილი თლიანად ხორცია, ტყავი შერეულია, სავსეა, ზედა ნაწილში კი კარკასის ხორცი აქვს, კარკასის ძულებია, კარგად მოუხარშეს, ჩვენს ლეკვებს საღამოსკენ, ცოტა რომ გაცივდეს. მის საჭმელთან ერთად. სინამდვილეში საჭმელი არაა, დღეს შეიძლება მაკარონი ჩაუყარო. რა კარგად გამხდარა, მოიცა ეს ყოფზე ავიღო. ესეთი სუნი აზდის ამას. ესეთი სუნი აზდის. ადამიანს როგორ მოუნდება? შეხედე ამას. ვაი. ნახე. მაშალა, ნახე. ამასაც ხედავ? შიფა ძმაო, შიფა. ამაზო არ ვაჩვენო, არ გამორგამოა. ეხლა უკვე ყოველღამე ჩემს სიზმლებში შემოდის. ბახში საჭმის კეთებას წვეთ. ღამით რომ ძინავს, სიზმლებში საჭმელს ვამზადებ, მეგობრებო. პატარებისთვის. ისე ჩამიჯდა თავში, სიტყვებით ვერ გადმოცემ. ფიცით გეუბნები, მართლა ასე ჩამიჯდა თავში. შეხედე ამას. ვაი. კარგი, საკმარისია. მაშალა, ადამიანის სიზმარში პატარებისთვის საჭმელს აკეთებს. შვილო, ჩვენ ამ საქმეში ხო იცი? მე ეს საქმე უკვე შემიყვარდა. ნახე, მე უკვე ამაზე ვარ შეყვარებული. ზოგჯერ მეკითხებით. ამბობთ, ტაიფუნ როგორ ასწრებ ამდენ ცხოველს? არიღლები, რთული არ არის? ძმებო, რთულია. ეს რო არ მიყვარდეს. ამათ რო არ შევიყვარო, ეს 5 წუთში გასაკეთებელი საქმე არ არის. ნახეთ ამას რამდენად თამამად იეუბნებით. მუნიციპალიტეტის თავშესაფარში 53 ძაღლია. 10 კაცს მუშაობს. ყველაფერი სულადაა, ელექტროენერგია, წყალი, მანქანები, ესა და ის. ჩვენთან არაფერი გვაქვს. აქ 2 ადამიანი ვართ. 70-80 ცხოველს სული თავად დაითვალე. თანაც არც შლანგია, არც ისა, არც ესა არ ვიცი. გვიყვართ ძმაო, რო არ გვიყვარდეს ამ საქმეს არ გავაკეთებდით. ჩემი მტრედებიც გადაიღე. ჩემს მტრედებს მაშალა. ამინდი კარგია მართლა აგაფრენინოთ. სინამდვილეში კატას ცოტა ხანში მოვიყვან. მაინტერესებს, ჩემი კატა მას ხوار დაესხმება თავს. იმედია არ დაესხმება. შტ. დაიცადე, ნახო, აი იქ ერთი ჯოხია. მინდვრის ბოლოს. ჰაიდა მაშალა. ვაი. ანატოლიის ნამდვილი შვილები. ადექი.
მამული ერთი თუ ჩიტი დაინახოს, ნახეთ როგორ გააკეთებს ტაკლას. თქვენი ჭირიმე. ჩვენ ჩიტიც აღარ დაგვჭა ძმაო. ჩვენი ჩიტები სულ შემცირდა. ეს არამზადა ქორები, არწივები, შევარდნები. ხო ვიცი, ჩემ ჩიტებს იტაცებენ, დასაკეთებენ. ჩემი ჩიტები შემცირდა. ნახე ადრე როცა კამერით ირებდი, ზევით სულ ჩიტები იყო. ეხლა აღარ არის ძმაო. ქიცით გეუბნები, ჩვენი ჩიტები სულ წავიდნენ. არ ვიცი, დავქნათ. შემცირდა. მაშალლა თქვენ, მაშალლა. მაშალლა, მაშალლა. აბაშვილო, სალტო გააკეთე. მართლა შემცირდა. ხო, უფრო ზევით ყოფილა. საკათმეშია აი ეს. სულ საკათმეებში ყოფილან, მეგობრებო. ჩვენი ფრინველების უმეტესობა საკათმეებშია. სრულიად ფრენის ამინდია, ქარი არ არის, 7 სუფთა. კატა მათზე თავდასხმას აპირებს. ეხლა კიდევ ერთი ზმეშინია. ჩვენი კატა უკვე ისეთი აღარ არის, როგორც ადრე. ცოტა გაგიჟდა. ასე დგას, სახეზე ახტება, თავს ესხმის. საყვარლობაც აღარ შერჩებს, ფსიქოპატი გახდა ანუ. ძაღლებზე უარესია. ღმერთმა ქნას, აქედან არ გაიქცეს. მოდით ნელა გავიდეთ გარეთ, ჩვენი კატა ეხლა მანქანაშია. ბაბუა! ბაბუა! ვაი როგორ მომენატრა ჩემი შვილი. მეც გეფიცებით, ძალიან მომენატრა ჩემი შვილი. ეხა სკაიზე თუ მიაცლა გამაბრაზებს კიდეც. მოდი შენ წინ გაიარე. არა ბაბუ, მოიცადე. მოიცადე შვილო. მოიცადე ცელკო ბაბუ, მოიცადე. მოდით ახალგაზრდებო, შეიკრიბეთ, 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 შეიკრიბეთ. აიდა, 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 აიდა. ზეინა. როგორ ხარ ლამაზო, ამერიკის ნამდვილი შვილი. ვაუ, შეხედე ჩემს ბავშვებს, ისევ დაიწყო ყვირილი. ალექს ქალბატონმა ყველაფერი გააკეთა. გააგზელე შვილო, ვაუ. მეგობარო, ეს რა ტიპია ასეთი? მილი ეს რა ტიპია ესეთი? ძმაო, ვერ ვიგებ, ეს რა ქარიზმაა, ეს რა სიმპათიურობაა, ეს რა უმანკოებაა. ყველაფერი აქვს ჩვენ ექტოს. ნახე რა. ო, ბიჭო, მაგრამ ვედროში შეძვერი მერი, მოდი. მოდი აქ ცოტა მოგეფერები, მოდი. მოდი. ვაი, 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 მეც გეფიცები, შენზე ვგიჟდები. ლომი ვაჟი ხარ, ჩემი დიდი ბავშვი, აი ესეთი დიდი. აი ესეთი დიდი ბავშვი. ესეთი დიდი. ჩემს ექტოს მამა ძალიან უყვარს. მაშალლა, რა სიმპათიური ვაჟი მყავს. მოიცადე, მალე გამოგიყვან, ბიჭო. ხახმა ერთხელ მაინც დაგინახოს გარეთ, კარგი? სიმპათიურო. ძალიან უმანკოა ჩემი ვაჟი. ზეინა. როგორ ხარ ლამაზო? ცელკი ზეინა. ალექს, ნახე, ჭკვიანად მოიქეცი. ისევ ფსიქოპატობას იწყებ, გოგო. მოდი აბა. ჩვენს ფერმაში, მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგადაა. ორი დღე არაფერი შეცვლილა, მეგობრებო. თქვენი აზრი წინაჯერზე უკვე მოვისმინე, იცით? ასელ ესკობარი ეხლა იქა. ლეკვებისთვის ადგილი გავაკეთო და იქ გადავიყვანო მეთქი. ყველა მითხრა რომ გადამეტანა. იმედია იქაც მალე გავაკეთეთ. სულ კარებიც უნდა გაგვეკეთებინა, ყველაფერი დარჩა, ნახე, ფისტიკი გადაირე, ნახე. ფისტიკი, ნახე, იმ ყურებს მოგაჭლი, ნახე. არ შეეხო მტრედებს, მოდი აქ. მტრედების დაჭერას ცდილობს. არც კბენს, უბრალოდ მიდის მათთან და ჩერდება. რაღაც უცნაურად, მათზეა გადართული. სად არის ის? ამ მტრედებზეა გადარეული, მეგობრებო. იზოში, მოდი. აი გადაიგე ჩემი იზოში. იზაბელა. მოდი ჩემო გოგო, მოდი. მაშალა რა ლამაზია ჩემი გოგო. სად არის აბა ჩემი იზაბელა? აჰა ბაბუ, აჰა. ფსიქოპატი ბაბუ ისევ დაიწყო. მოდი აქ, მოდი აქ, მოდი აქ. ბაბუ, მოდი. ასიზე, გაჩერდი. იზაბელა ძალიან ვეჭრები. ო, ალექსიც გარბის. ბიჭო. ესიერად იყავით. ფიცით გეუბნებით, სკაის გაუშვებ. ორივე მაშინ ეგონს მოვა. კარგი შვილო, მოდი. ღმერთო, რა ფსიქოპატები არიან. თავდასხმის გამბედაობა არ აქვს. შორიდან სკაის აგიჟებენ. მოდი. იზოში, სათხარ ჩემო ლამაზო. სად არის ჩემი სიყვარული? ასიუ, შენ იზაბელზე ძალიან ბევრს ეჩხუბები. იზაბელი გცემს, გოგო. შვილო, ჭკვიანად იყავი. იზაბელმა ძველი აგრესიულობა დატოვა. ეხლა ცოტა დამშვიდდა, მადლობა ღმერთს. ასიუ, ნახე, მისგან ცემას მიიღებ, ნახე. დადექი სწორად, შვილო. მოდი იზოში. მოდი ნახე, ჩემო ლამაზო. ეხლა მეგობრებო, ჩვენს კატას ნელა ავიყვან. ღმერთო ნეტავ მართლა იყოს. არაფერი ცუდი არ მოხდება, ხომ ასეა, ტაისონ ბაბა. არგენტინის ნამდვილი შვილი, მოიცადე. მაშინვე აჟიტირდი, მოიცადე ბიჭო. ტაისონი რო კატას დაინახავს, გაგიჟდება, ნახე. ნახე, გაუშვა ჩემი შვილი. გაუშვა ჩემი შვილი, ა? ტაისონო. როგორ იქოქება ეს ტაისონი? ჩვენი ეს ტაისონი იქოქება, იქოქება. დაიცადეთ, მეგობრებო. დაიცადეთ, ახალგაზრდებო, დაიცადეთ.
გაიციედეთ, გაიციე. გაიციე. მოიცადე, არა იზაბელ, დაიცადე. თქვენ არ გადიხართ, მოიცადეთ. ეხლა მე აქედან კატას ავიყვან. ბისმილლაჰირ-რაჰმანირ-რაჰიმი. ფისუ მოდი, ფისუ. აჰა. ჩემი კატა გამოვიდა გარეთ, ნახე. ანატოლიის ნამდვილი შვილია რა. მაშალლა, ჩემი ლამასთაგან ყველაზე ლამას. ვაი შენ შემოგევლე. აბა მეგობრებო, გაზრდილა. სრულად გაიზარდა და განვითარდა. მას თვალის შინივი თული. ძალიან გიჟური რამეა, მაგრამ ნახეთ. ცოტა ხანში ნახავ, ძალიან გიჟურია. დაიცადე. არა, დედე, დაიცადე. ერთი წუთი, არა. ერთი წუთი, ბიჭო. დაიცადე, კატამას დამკაცრა ერთი წუთი. ერთი წუთი, არა იზაბელ. დაიცადეთ. გაჩერდი. იზაბელი მასზე თავდასხმას აპირებს. იზაბელ, შენ ხო ისედაც მასთან ერთად ცხოვრობ სახლში, ა? რატო ეხლა აქ ასე აიჭერი? შვილო, ის ჭკვიანია. ეხლა აქედან პირდაპირ ტაისონის თალბი ვარ. ტაისონთან ერთად მის რეაქციას მაინტერესებს. მოიცადე იზაბელ. ერთი წუთით, ახალგაზრდებო, ერთი წუთით. დაიცადე. ფრთხილად. გაჩერდი, სუსლუ. კარგი, დაიცადე. ტაისონს გავაცნობ. გაჩერდი, იზაბელ. კარგი, მოდი გაჩერდი. კარგი, ერთი წუთი. მეც კატამ ყველა ფჩხილი ჩამარჯო. გაჩერდი, ბიჭებო. ეხლა მეგობრებო, მოდი ჯერ კატა კონტეინერში მოვათავსოთ. კარგადაა. დაიცადე, კატა, დაიცადე. ეხლა პისინ ცოტა მოერიდა, ბუნებრივია. ნახე როგორ მხაჭრის. ისე ჩამარჯო ფჩხილები. ულოვეს დაგლეჩს. გაჩერდი, შვილო. მოიცადე, ვნახოთ. ეხლა ძაღლებისთვის ნორმალურია, რომ მას უცხოდ აღიქვამენ და ინსტინქტულად ესხმიან თავს. რაც შეგვიძლია ვეცდებით შევაჩვიოთ, გარეთ ყოფებს ვერ შევაჩვიოთ, მაგრამ მინდა როკისთან ერთად ვცადო. როკი უკვე კონტეინერშია. ჯერ აქ შევაჩვიოთ, მერე ეზოში წავიყვანოთ, ძმაო. დაიცადე, გოგო, როგორ ჩამეხუტეას. ფრთხილები ჩამარჭე, ფსიქოპატო, გაჩერდი. დაიცადე, ლამაზო, დაიცადე. მოდი, ერთი ვნახო, მოდი. კარგი, არა, მოიცადეთ, ახალგაზრდებო. ყველა შეიკრიბა, მაგრამ ზოგადად ფიქრობ, უმეტესობა არ შეტევია. ეს შევნიშნე, ძმაო. მხოლოდ იზაბელმა გააკეთა. სუსლუმას მხოლოდ ხნოს ვასცა და მეტი არაფერი. მოდით შევიდეთ შიგნით, მეგობრებო. არა, იზაბელ, გაჩერდი. მოდი, გოგო, გაჩერდი. გაჩერდი, საშინლად დამკაცრე. გაჩერდი, გიჟო, გაჩერდი. გადადი. ხელები, ყველაფერი დამკაცრა, ძალიან ცუდად გამისისხლიანა, მეგობრებო. ჩვენი ეს კატა ძალიან ფსიქოპატია, ნახე. მოდი, გოგო. ეხლა ახალი მოსული აქვს. შენ აქ შეეჩვიოს. ამანაც ზაღლებივი ტერიტორია გაიცნოს. ცოტა ხანში თავის ნამბიულ სახეს აჩვენებს, ძმაო. რა ფსიქოპათი რაღაცაა, ნახე? პისუ. მოდი აქ, შვილო. ძმა თავის ადგილას დგას და სახეზე გესხმის. ესხმის, ხტება, ყურებს გიკაწრავს, თმებში გეხვევა. რა ფსიქოპათი კატა გახდა ასეთი, ვერ გავიგე. მართლა ძალიან პრობლემურია. მუდმივად მესხმის. მოდი. შვილო, მოდი. ლამაზო, მოდი. მოდი. ეხლა ძაღლები შეეშინდა, მათი ხმა გაიგონა. გვერდ რომ მოვიდნენ, ხო? უნებლიეთ ცოტა შეეშინდა. ნელ-ნელა ეხლა შეეჩვევა. მოდი ლამაზო. სად არის ჩემი სიყვარული? ამ კატაც რამდენი ხანია ავიყვანე, სახელი ვერ დავარქვი ჯერ. მოაფიქრე, ნორმალური სახელი, ძმაო. მოდი დავარქვათ სახელი. როკის გაგაცნობ, ნახე. ესმის, გოგო. როკი ამასაც დაესხმება თავს, არ ვიცი. ცოტა ხანში ვცდით და ვნახავთ, იმედია არ დაესხმება თავს. ჩვენი ეს კატა მგონი როკის მაინც სცემს. შვილო, მოდი, კამერა ძალიან დაინტერესა, ნახე. ჯიუტად უნდა კამერასთან ახლოს მივიდეს, მოდი. მოდი, პისო, მოდი. რა მოხდა, კამერა რო დაინახე, დამშვიდდი. ფსიქოპატი, ჩვეულებრივ გიჟივით ესხმოდა თავს. ეხლა ძაღლებზე ფიქრობს. ხედავ, გონებით იქა. ამიტომაც ცოტა მოერიდა. ჩემი ლამაზი გოგო. მაგრამ გაზრდილა რა სიტყვით. ნახე, ძმაო, რა დიდი გახდა, მაშალლა. მართლა, როცა პირველად ვიყიდეთ, ეს სულ პატარა იყო, ესეთი რაღაცა იყო. ეხლა კი რამდენჯერ გაიზარდა. მაგრამ მასა ძალიან კარგად ული, მაშალლა. მხოლოდ კატა გვაგლდა. ეს გიჟი ზუსტად თავის ადგილს მიაგნო, ნახე. ჰადი გააკეთე რა, ბიჭო.
შუდი ბიჭი. დაიცადე ძმაო, ხმის გამო იძაბება. ძაღლების ხმას ცოტა ესმის. ამიტომაც შეეშინდა, ხედავ? ძაღლების ხმის გამო. ეხლა მოდით ნახოთ, კატა აქ ცოტა შეეჩვიოს. ჩვენ 2 წუთით გარეთ გავიდეთ, მეგობრებო. ეხლა როკი აქ იყო. მოდი როკი გამოუშვებ, ძმაო. როკი, მოდი. გადი ბიჭო. გადი ბიჭო. გადი ბიჭო. სუდი როკი. სუდი როკი. მოდი აქ, მოდი. როკი, მოდი. როკი, მოდი. მოიცადეთ, ახალგაზრდებო, მოიცადეთ ერთი. ბაბუა. არ მიეკარო როკის წესიერად იდექი. სად არის ჩემი როკი? ბაბუა. მოიცადე, მოიცადე. წესიერად იყავი, შვილო. გაჩერდი. ბაბუა, მოდი აქ. მოდი აქ, შვილო, მოდი აქ, მოდი აქ, მოდი აქ. მოდი, ნახე, მოდი. გაჩერდი. ნახე, ეხლა თავს გაგიტეხავს. არა. არა, შვილო. ბაბუა, წადი, არა გეუბნები, არა. დაიცადე, კარგი, დაიცადე. არა, არესი. ერთი წუთი ძმაო. მოიცადე, ნახე, ბიჭო, ნახე. არა, არესი, ნახე, ეხლა გავბრაზდები, ნახე. მოიცადე, ბიჭო. დაიცადე. ნახეთ, ეს დედე და არესი. ეს ორი ერთად ასეა. ადამიანს ნერვებს უშლია. დედე რო გაგიშვი, მანანე, ნახე, რა მოხდა როკი მე მოგენატრე. ჩემს ბიჭს მამა მოენატრა. ეს ჩავკეტო 10 წუთით. 10 წუთის შემდეგ გამოუშვა. გიჟივი ჭკუიდან გადადის, როცა მხედავს, ძალიან ბედნიერი ხდება. როკის ასეთი ხასიათი აქვს, მეგობრებო. ბაბუა, ფრთხილად იყავი, როკი შეიძლება გცემოს. როკი, სცემე ეს ბაბუა. როკი, მოდი. სცემე შვილო ეს ბაბუა რო ჭკუა ისწავლოს. სცემე შვილო ამას. შურიანი, ძალიან შურიანი. ეხლა როკი მიყვარს და ბაბუას გულის ტკივა, შურს მას. ბაბუა, არა, როკი, მოდი. როკი, მოდი. როკი, მოდი, ფაშა, მოდი, ფაშა. მოიცადე ფისლიქ, შენს როკივით დაიწყე. რომელი ჩემს გოგოს მოვეფერო? ეს ჩემი გოგოები ყველა ჩემზეა შეყვარებული, ა? ეს ჩემი გოგოები ვერ ინაწილებენ მე, ჩემო ლამაზებო. ო, იზოშ, იზაბელ მიდი სცემე იმ ბაბუას რომ ჭკუა ისწავლოს. ხო, ლამაზო, ხედავ იზაბელის ღიმილს. ოი, ჩემო ლამაზო, ოი. დაიცადე ბაბუა, ნახე, არ შეეხო. დაიცადე შვილო. ჭკვიანად იყავი. ერთი წუთით ეხლა. დედე, კარგად უნდა შევაჩვიოთ როკისთან. დედე, რატო მოიქცა ასე? მოდი დამიწაზე გადავიდეთ. მოდი აქ, მოდი. გაჩერდი, შვილო. მოდი, როკი. დედე, გუშინ ასე არ იქცეოდა, დღეს კი სულ სხვანაირია. დედე. არ შეეხო როკის. სიტყვასაც არ უსმენს, თავხედიაო. დედე, კაცი არ არის, ნახე რა. დედე, არა. მოდი აქ დაიცადე. დაიცადე. არა გითხარი. მოდი შვილო აქეთ. არა, ალექს, დაიცადე. დაიცადე, უცელკოპ. ძმაო, როკიზე ვერ შეთანხმდნენ. გაჩერდი. გაჩერდი შვილო. დაიცადე. გუშინ ასე არ იქცეოდნენ. დღეს დედე თამაშობს, აი დედე. დობერმანები ასე თამაშობენ, მეგობრებო. ასე კბენენ და გარბიან დობერმანები. ესეთი ცუდი ჩვევა აქვს. ეს მათი თამაშია, არა იმიტომ რომ ესხმიან თავს. უკბენს და გაიქცევა, უკბენს და გაიქცევა. არესიც თავისნაირი გახადა დედემ. მოდი როკი. მოდი როკი. მოდი როკი. მოდი როკი, როკი მოდი. მოდი, მოდი. მოდი. მოდი შვილო, მოდი ჩემთან, მოდი ჩემთან, მოდი. როკი, მოდი. დედე, არა. იცადე. ეხლა მოდი ნელ-ნელა როკით სახში შევიყვანოთ, მეგობრებო. ეს დობერმანების ჩვეულებრივი ხასიათია, ძმაო. ასე იქცევიან, კბენენ და გარბიან. ესეთი წეული ხასიათი აქვს. იმედია როკი ეხლა კატას არ დაესხმება თავს. კატა ჯერ სახში ვცადოთ, მერე ეზოში გავიყვანთ. ეხლა როკი ავიყვანო ხელში. როკი, მოდი პაშა. ვაი, კატა არ არის. პისი, სათხარ, პისი. პისი, მოდი. პისი, მოდი. სად წავიდა ის? სავარაუდო დივნის ქვეშ სადმე დაიმალა. ეხლა როკის ეხლა ვერ უშვებ. კატის ერთი, კატა მოვიდა ჩვენთან, მოიცადე. მოიცადე, ნახო. როკი კატას რამეს ხომ არ უზამს. აი, ვერ ხვდები, ითამაშებს თუ დაესხმება, ძმაო. პისი, მოდი. მოდი, გოგო, მოდი. როკი მიკაჩავს. მოდი, გოგო, მოდი. ჩემო ლამაზო. ძმაო, კატა ეხლა გარბის. როკი, ვინ მოვიდა როკისთან?
როკიცეკა შეიძლება კატას დაესხას თავს, გიჟია. დაიცადე როკი, კარგი ბიჭო. კარგი ბიჭო, მოიცადე, არ იჩქარო. ერთ კატას ხელში ავიყვანე, როკის ახლა გაუშვებ, მეგობრებო. კარგი? როკი რამეს გააკეთებს თუ არა, არ ვიცი ახლა. და უნდა ვცადოთ უბრალოდ. დაიცადე როკი. დაიცადე ერთი წუთი. ერთი წუთი. ეხლა არაფერს აკეთებს. დაიცადე კატა, დამანებე თავი, ნუ კაცრავ, დაიცადე. დაიცადე. დაიცადე კატა, დაიცადე. არა ძმაო, თუ კბენა უნდა და ალბათ უკვე უკბენდა. რას ამბობთ? კატა მას როგორ უტყამს? დაარტყი შვილო, დაარტყი მას. დაარტყი ლოკის. არა, ეს არ დაესხება თავს. დაიცადე, დავჯდები და ვნახავ ასე. ერთი წუთით. არა, საქმე იმაშია, რომ როკი მასთან შეხვედრა უნდა. ის ისე გამოიყურება, თითქოს თავს არ დაესხმება, ხო ასეა. ნახე, როკი მასთან შეშინდა. დაიცადე, დაიცადე, კაცო. დაიცადე, როკი, დაიცადე. დამშვიდი. ეს კატაა ფოტოშურის. ალბათ პირველად ხვდება ძაღლს. იზაბელთან ერთადაც არჩება გვერდიგვერდ. ერთ სახლში არიან, მაგრამ ერთი ერთ ოთახშია, მეორე მეორეში, მეგობრებო. ეხლა მინდა რომ კატა გაუშვა. მინდა რომ ერთმანეთს გაეცნო, ნახოთ. ერთი წუთი. როკი უნდა რომ მას დაკნოსოს. კატა ესხმის თავს. გაჩერდი არა როკი, კატამ დაისისინა. კატამ დაისისინა. ეს არ უკბენს მას. ცხოველს ზედმეტად აწვება. აწუხებს ხო? ეხლა კატა გაღიზიანდა. კატა ეხლა იმ კუთხიდან უყურებს მას. ეხლა მეგობრებო, მე როკი გაუშვებ გარეთ. კატა ავიყვანოთ. ჩვენც კატვებთან გავაგზავნოთ, მოვა. მოიცადე. ეხლა როკი იზებს აქში ჩავკეტე. ჩვენი კატა ხელში ყავს, ასე მივდივართ. ძმაო, როკისთანაც შეეწყობიან ესენი. ცოტა დრო უნდა გაატარონ ერთად. როკი ალხამდულილა ძალიან შეგუებულია, კატას არაფერი დაუშავა. ამჟამად სხვა ძაღლებიც ჩემს კალთაში მოდის, არაფერს აშავებს. მტრედებთან იქ მეშინია რომ არ გამექცეს. და კიდე ვიცით, კატებს მტრედებზე თავდასხმის ჩვევა აქვთ. იშალა ესეთ რამეს არ გააკეთებს. გაჩერდი გოგო, გაჩერდი. სვიტერი გამიფუჭე, გაჩერდი ცოტა. ჩხილებს რო ასე მიკაწრავს, იცი? იცადე. ხოჩახ ჩემს გოგოს. თქვენ ვერ ნახეთ მისი ის ფსიქოპატის სახე. მომდევნჯერ სახლში როგორია, იმასაც გაგიზიარებთ. მოიცადე, ქარა. იცადე. მოდით ვნახოთ. ძაღლების ფერმაში კატაა. ჩვენი ძაღლები ცოტა აგრესიულები არიან, ძმაო. ნეტავ შეგუებულები იყვნენ, არაფერს რო არ უშავებდნენ. აქ უამრავ კატას მოვიყვანდი. ჩვენი გადარეულები ესხმიან თავს. ეი, გაჩერდი, გაჩერდი. გამეცალეთ ფეხვეშიდან, ნახოთ. არ მომეკაროთ. ფისტიკი იმედი არაფერს დაუშავებს კატას. კარგი, პრინცესა, ბაბუ მოდი აქ. რას ესხმიან თავს ისევ? დაიცადე, ნახოთ. დაიცადე ბაბუა. დედალი ხوار გაიქცა. ნახე ეს დედალი კანეკორშუა. ნორა გაქცეულა მეგობრებო. ნორამაც დაიწყო ამ გალიებიდან გადახტომა. ჭკუიდან შლის. იქაური მილიმთლიანად გატეხა. გარბი ძმაო, გალიაში ვერ ვაკავებ ნორას. ხტება. ტესტანი გაგაცნოთ. ტესტანი. ტესტას დაარტყამს. ტესტანი. გაცნობოთ გოგო თქვენ. ეს თქვენი ახალი მეგობარია. შვილო, მგონია რომ შენ არაფერს გააკეთებ, ხო? ოჩახ, ესენი ჭკვიანები არიან, ესენი. ესენი არ არიან ცელქები. მოდი. კარგი, თქვენც გაგაცნოთ, პატარებო. ისიც თქვენაირი ბავშვია, ნახეთ. არა, კატა არაფერს ამბობს. კატა ძალიან დამყოლია, მააშალა. ჰექტორი რამეს გააკეთებს. მოდი ჰექტორთან მივიყვანოთ. ჰექტორი დამაინტერესა. დაიცადე შვილო, ახალი მეგობარია. ისიც ამბაღის ბავშვია. ისიც ამბაღის ბავშვია. ისიც. პომერანელები. ალექსი ისედაც თავს ესხმის. ჰექტორი ვირის მტერია. ჰექტორიც ვირის მტერია. რამე სიტყვის კი? ჰექტორის სახე შეხედე, ისე უყურებს თითქოს შეჭმას აპირებს. ფსიქოპატი ჰექტორი. ჰექტორ, რას აკეთებ ეგეთი თავის მოძრაობებს, ბიჭო, ა? ჰექტორი ახლა ძალიან საშიშად არ გამოიყურება. ფიცით გეუბნები, ჰექტორს ვერასდროს ენდობი, ძმაო.
ძალიან ფსიქოპატივით უყურებს. არანაირ კვლევის რისკში არ შევალ. ჰექტორს ვერ ვენდობი, ბიჭო. ჰექტორ, მამა. ნახე, ძალიან საშიში სიტუაცია. დაიცადე, კარგი. კარგი შვილო. ეხლა. კარგი ალექს, დამშვიდი, ნუ გაგიჟდები. დამშვიდი, 11-თან მივდივართ. ბაბუ, მოდი. ბაბუ, მოდი. ბაბუ, მოდი, პრინცესა, მოდი. ბაბუს პრინცესას. ამიერიდან დაუხურავ ძმაო. დაიცადე, არა, ფისტიკი. ფისტიკი შეძმოდი ხარ. დაიცადე, იზაბელ, შენ არ მოხვიდე. იზაბელ, არა, გოგო. იზაბელ, არა. ერთი წუთი, ბაბუ, დაიცადე. ეხლა ერთი წუთი, შვილო, კარგი შემოპატარავ, კარგი. კარგი. ძმაო, აი ამის აქ გაშვება ძალიან საშიშია, ხო იცი? თუცებ გაიქცევა და გაქცევას დააპირებს ბადეებიდან. მოდი ბონჯუკს გავაცნოთ, ნახოთ. ბონჯუკ, სალამ ალეიქუმ. როგორ ხარ, ბიჭო? აი ესე ვჯდები. კარგი. დაიცადე, კატა, დაიცადე, სულ დამაბნიე. ბონჯუკთან ერთად დაჯდეს, ნახოთ. ბონჯუკით საერთოდ არ იძაბება სხვათა შორის. ხედავ? ბონჯუკი. ბონჯუკს სულ არ ადარდებს, ვინ მოვიდა და ვინ წავიდა. კატა ზემოდან გადაუარა, საერთოდ არ ადარდებს, ნახე? კატას ხა ჩაარტყას დილოს. ბონჯუკი. ბონჯუკის ხასიათიც კი გავაფუჭეთ. ფისტიკი, მოდი აქ, ფისტიკი. ფისტიკი, შენ ამას გააკეთებ. არ გონია ფისტიკმა რამე გააკეთოს. შვილო, შენ ასე დაყნოსე. ძაღლები ასე უკნი დამყნოსავენ და ასე იცნობენ ერთმანეთს. ძმაო, რომ გაგვეშვა, კარგი იქნებოდა. როგორ გავაკეთოთ, მეგობლებო? ერთხელო გაუშვა და აქ ირბინოს. ძალიან მაინტერესებს, მაგრამ აი კატა ეხლა არ მიჯერებს. გაუშვებ და გაიქცევა. გარეთ გავა. დაიგე? მოიცავ, ნახო, პატარას გაეცნო. ხო. პისი. სად მოხვედი, პისი? ეს კატა რო გაიზდება, დარწმუნებული ვარ. აქ ჩვენს ძაღლებსაც კი კისცემს. ლეფსაც არაფერი უთხრა, ფისტიკმაც არაფერი უთხრა, აი ეგრე. წავა. აუ, ამ საკათმეებში კარი რო იყო, საკათმეს შეუშვებდი. შიგნითაც დავაკვირდებოდით მასაც. ჰა? როგორ გავაკეთებ კი, ნახე, მარლას, ნახე. მარლა, კატების ტერი მარლა. მარლამ კატის სუნი იგზნო და მოვიდა. მაინტერესებს იმ მტრედებს ამეს დაუშავებს თუ არა. მოდი ვაჩვენოთ. კატები ხო ჩვეულებრივ მტრედებს ესხმიან თავს. ნახე, კატამ თავი ასწია. ნახე. ხო. მტრედები მაშინვე გარბიან. გაუშვათ ეს თუ არ გაუშვათ, ეხლა გაიქცევა და წავა, ხო იცი? არა, მეგობრებო, პრობლემას ავიკიდებთ. ვერ ვენდობოდი, ძმაო, საერთოდ ვერ ვენდობოდი. ვიფიქრე, საკათმეში ჩამესვა მეთქი. მოიცა ერთი, მოდი აქ. ნეტავ ამ საკათმეში გაქცევის ადგილი ხო არ არის? დაიცადე, შვილო, სულ დამკაცრე, დაიცადე. ძმაო, ყველგან გაიქცევა, ქვემოდან კატა იპარება და გადადის. დაიცადე, შვილო, დაიცადე, პატარავ. კარგი, საყვარელო. სულ დამკაცრე, გეხვეწები. რა ფჩხილები გაქვს შენ, გოგო? ასე დაგიჭერ, ნახოთ. სინამდვილეში ამას არკაზმულობას გაუკეთებთ. ის 15-რიანი რულეტიანი საბელი, ხო იცი? იმით იulis წინ და უკან. არავინ არაფერი უთქვამს, მადლობა ღმერთს. ნახე, პატარები შეეჩვინენ, ანუ. ნახე. გარეთ ყოფები რო არ დაესხნე თავს, გაუშვებდი. ფისტიკს შეხედე. ფისტიკი. ფისტიკიც ერთხრივ ერიდება კატას. ხედავ? ერთხრივ ერიდება, გოგო გაგიშვა. ძმაო, ეხლა ნუ გაუშვებთ, კარგი? იცით რას გავაკეთებთ? აი ეს თავისუფლად მოხეტიალე ძაღლები მე ჩავკეტავ. ჩვენ კი ამ ვიდეოს კარგი მოწონება დააჭირეთ, ძმაო. მოდი 10,000 მოწონება მოვიდეს. მე აქ კატას გამოუშვებ. პირობას ვდებ. მე ძალიან მაინტერესებს. მინდა უყურო. ნახავთ, იქნება კიდგეს. არ გარბოდეს. რაიგეთ? სუპერი იქნებოდა, მაგრამ ყოველთვის თავისუფლად არ დავტოვებდი მას. მხოლოდ მაშინ როცა იქ ვარ, გარეთ ძაღლი არ უნდა იყოს. ეხლა იმ რისკზე ნუ წავალთ. არ გაიქცეს, მეთმა დაგვიფაროს. ძაღლები. მარლა, შეხედე. მარლა, კატების მტერია კი? მარლა, გახსოვს კატა შვილო. მარლას ბზერას ხედავ? ნამდვილი კატების მტერია. დედესთან მივიყვანო.
დაიცადე დედეს ვაყნოსინო. არაფერი უთქვამს. დაიცადე დედემ არაფერი თქვა. მაგრამ მარლა უეჭველად რამეს იზამს. მარლას ვერ გაექცევი. მარლა დაესხნება მეგობრებო. მარლა დაესხნება. საერთოდ არ ისვენებს. მარლას კატები საერთოდ არ უყვარს, იმიტომ მოდი შვილო ეხლა უკან წაგიყვან. დარგი? მოდი საყვარელო. მოდით მეგობრებო, გადმოდით. არა, მარლა მოიცადე. არა, დედე გაჩერდი. დედე გაჩერდი. დედე, სუდი დედე. სინამდვილეში თითქოს არაფერსაც არ იზამდა. თესტანი გამოგიშვათ. თესტანებიც მოვიდეს კატასთან ერთად. ერთი წუთით, გამოდი. გამოდი გარეთ. გამოდი პრინცესა. ნახე, ნორას გადაირე. ნახე, ნორა გალიიდან გადამხტარა. ხტება ძმაო. ეს პრინცესაა, ბაბუა, არესი მასზე თავს ესხმის, აი ასე. პრინცესა, ბაბუა, არესი ძალიან გვაწუხებს ჩვენ. ასე უბრალოდ არა. ნორამ ახლა აქ დაიმკვიდრა თავი, იქით ხარეს მოიწყინა, მისთვის გამოსავალი უნდა ვიპოვოთ. მოდით, ჩემო ლომებო, მოდით. ტესტან, ჰაიდუთ, სოფია, ჰერა, ირბინეთ. მაშალა, ჩემო ლომებო. მაშალა თქვენზე, როგორ თამაშობენ? ოჩაფ, ჩემო ბავშვებო. ტესტან. ტესტანის სიუტლაჩი ძალიან უყვარს, ნახე. ისევ დაიწყო ძისოა, ნახე. ჰერაც, აბუი. ჰერა სიუტლაჩის ძეს სვამს, მეგობრებო. რა ტიპები ხარ თქვენ, ბაბუა, არა. დედე ჰაიდუძე არ იძალადო. სელქები ხარ თქვენ. ესენიც გამოუშვა, იარონ ცოტა. ესენი ისედაც დიდები არიან. გამოდი შვილო. გამოდი იქიდან. გამოდი. მოდი ფაშა. მოდი. გავაღე კარი. მოდი. დანარჩენ პატარაებს არ გაუშვებ, მაგრამ. ერთი წუთი პისი გაჩერდი. ნახე, სიუტლაჩიც ისინიც უყვარს. მოდი შეიკრიბე. ნორა, ესენი რატო გესხმიან თავ შვილო? ამათგან არაფერი გამოვა, ხო ასეა შვილო. ამ დედედან კაცი არ გამოვა. სულ ამბობ, ხომ ასეა საყვარელო. მოდი. მარლას შეხედე, როგორ დაადგა თვალი კატას. შეიკრიბეთ, აბა შეიკრიბეთ. წავედით სასეინოდ, მოდი. მარლა, მარლას შეხედე. როტებს ასეთი თვისება აქვთ. განსაკუთრებით ეს მარლაზე ხშირად მინახავს. ის რაღაცაზე ჩაიციკლება და თავს აღარ ანებებს. დედე, მოდი, არა. აჰა ნახერა. ეი, მოდით აქ. ერთი წუთი. ბიჭო, თქვენ ჩემი თავის კივილი ხართ, ვერც ვიცო. ხელში კატარო არ მეჭიროს, ამას დავხურავდი, მოიცადე. სწრაფად ვიმოქმედოთ, მოდი. ნორა, შენ არ მოხვიდე ლამაზო. მოდი. სინამდვილეში დედე მე არ გამიშვია. დედემ გალია გაანგრია, გიჟია. შეიგრიბეთ, აბა. ამ პატარასთან, მაშალა, როგორ შეეწყნენ ერთმანეთს. ამ კატას, მოიცადეთ. დედეს, ანუ ალექს, ნუ აწუხეთ. ჰაიდუთ. სელკო ჰაიდუთ. მოდი. მართლა კატას თუ შეეჩვევიან, აქ 20-30 კატას მოვიყვან. მოდი ისინი კიდე მოვიდნენ, ნახე მარლას შეხედე. ფსიქოპატი მარლა. ისიც ჩვენი ეზოს ბავშვია, არ გაბედო. კატას არაფერს ეუბნები. დაიცადე ცელქებო. ძმაო, იმასაც ვერ გავიმეტე ეხლა ეს კატაც. ეს რო ავიყვანეთ, სულ პატარა იყო, ხელისოდენა, ვინც თავიდან გვიყურებდა იცის. კატის დედამ ჩვენი მანქანის კაპოტის ქვეშ, ქვემოთ ჩადო. ნახე, კატა სულ პატარა იყო, ხელისოდენა. რომ არა გვეყვანა, წვიმიანი ამინდი იყო, ცივი, მოკვდებოდა. გული ვერ გაუძლე. ჩვეულებრივად მე კატას არ ავიყვანდი. ძალიან მიყვარს კატები, მაგრამ ფერმის მდგომარეობის გამო მეგობარო, ყველგან ძაღლები არიან, როგორ უნდა მოუარო კატას. მაგრამ მაინც სინდისმა არ მომცა უფლება, ისიც ავიყვანე. უთხარი ამასაც მივხედოთ მეთქი. თქვი ღმერთმა გამოგვიგზავნა მეთქი. როგორც შეგვიძლია ისე უვლით, მაგრამ ძაღლებს შორის ცოტა პრობლემა აქვს. ერთ დროს თქვი რომ მასაც მოუძებნიდი პატრონს. მერე გადავიფიქრე. მარლას შეხედე. მარლა როგორ იყურები, მარლა? ფსიქოპატი მარლა. გადავიფიქრე, ჩვენთან ერთად იცხოვროს კიდე.
სამუდამოდ ამიერიდან ჩვენ მეგობრები ვართ. დაიცადე. ერთი წუთით, მაგრამ ესენი მედუზასთან არ წავიდნენ. ერთი წუთით დავიცადოთ ამ კატას სახში შევიყვან მეგობრებო. კარგი? თქვენ იქ დამელოდეთ. კატა ახლავე შევიყვანეს სახში, კარიც დავკეტოთ. მოდი. 100-ე, არ შეეხო პატარას. 700-ე. ჭკვიანად იყავი. გეპიცები, გულები პირში მოგვივიდა, მართლა. ღმერთს გეპიცები. კარგია, მადლობა მეც. კარგი. შემდეგ ჯერზე ამას გავაკეთებ. ჩემს ქათმებს იკაუშვებ. ამ ვიდეომ 10000 მოწონება უნდა მიიღოს. გარეთ დავხურავ ამათ. დედე, პრინცესა. შენ რო პატარა იყავი, თითქოს მე არ დაგიცავი, გოგო. ეხლა შენ აკეთებ ამას. მოდი აქ. მოდი. დავიცადოთ ამ პარტებს ქათმებთან გადავიყვანოთ, მეგობრებო. მიდი. მოდი. პარიზიც რო დავხურო, რა იქნება? აი ისევ შენზე აპირებს გადახტომას. დაიცადე. თქვენ იქიდან გამოდით. ნეიბი გამოდი იქიდან. აუ, ძმაო, არესთან ერთად. ჰაიდა. არეს, საკმარისია. გამოდი. ლეკვები ისევ შესვლას აპირებენ. გადადი. დედაც შევიდა მის გვერდით, მოიცადე. თქვენ შვილო შესვლა გინდოდათ. ეხლა რა გავაკეთო? შესვლა გინდოდათ, არ შევხებივარ. ეხლა ძმაო, მოდი ამათ საჭმელი მოუწყოთ, კარგი? ჩვენს ლეკვებსაც ვედრო გვაქვს, იქ არის. მოდი ნახოთ. დაიცადე. ეხლა ამას საჭმელად გამოვიყენებ. ქათამს დავჭრით, მეგობრებო. კარგადა. ბავშვებო, მოგშივდათ? მერე მაკარონს და ბრიჯს საუბრევთ, ძმაო. გემრიელად მიირთვით. ჩვენი კოვზი სად იყო, ა? ბიჭო, სად ამოსულა, ხედავ? გადადი ფისტიკი. ცუდი გოგო. ზაღლებსაც ვეღარ ვაკავებთ გალიებში. ესენი ძმაო. 3 მეტრიანი გალია გჭირდება. ნახე, ისევ სახურავზე ავიდა. აუ, მოუსვენარი კარამელი. გასაკეთებ იქ. მოდი, ჩამოგიყვან, მოდი. მოდი, კარამელ, მოდი. ცუდი კარამელ. კარგი. მაშინ თვითონ ჩამოდი. მე არ ვერევი შენ საქმეში. კარამელი სულ ასე ადის სახურავებზე, მეგობრებო. მოიცადეთ. კარგი პატარებო, ვიცი რომ მოგშივდათ. არიჩქაროთ, დამშვიდით. მოიცადე, ნახოთ. ეხლა მოდი ისევ დავყოთ ეს ხორცი, ძმაო. ხედავ ამ სილამაზეს. როგორაა მომზადებული, ხო ხედავ? მაშალა. თაიფუნ ბაბა მიცის ეს საქმე. ფრთხილად. თაიფუნ ბაბა მიცის ეს საქმე. ვა! ბავშვებო, ქვემოდან გამოდით, დაიწვევით. ნახე, შიგნით საერთოდ აღარ დარჩენილა წყალი. ხორცი ძალიან ბევრია, ამიტომ წყალი ბევრი არ ჩაეტია, მაგრამ ეს ჩვენთვის საკმარისია. ნახე. ეს ხორცი რაც ჩავდე დაახლოებით 10 კილოა. 10 კილო ხორცი მაინც არ ყოფნით ლეკვებს. დამატებით აი მშრალი საკვებიც. კარგი? ამის შემდეგ ბრინჯი, მაკარონი, ბულგური. დამატებით ვამზადებ და ვამატებ 3-4 კილოსაც, იხარშება, ყველაფერს ურევთ და ისევ ვაჭმევთ, მეგობრებო, საჭმელი არ ყოფნის. ეს მხოლოდ ამ ლეკვების ერთი ულუფაა. დიდებს არც კი ვთვლი. ჩვენში, ჩვენს ფერმაში 3 ტონა ქათამი მიდის. 3 ტონა. არ იფიქროთ რომ ხუმრობას ვამბობ. 3 ტონა თავისუფლად. 2.5-დან 3 ტონამდე ქათამი მიდის, მეგობრებო. ძმაო, ძალიან ბევრი ძაღლია. არ ყოფნის. თანაც მე ვცდილობ, რაც შემიძლია, კარგად მოუვარო. ხარჯები ძალიან გაიზარდა. კაცი მეუბნება, ლეკვი გვინდა, მაგრამ მაჩუქეო. უფასოდ მომეცი. მე ამის თქმაც კი მცხვენია, მეგობრებო. ადამიანები შრომობენ, ადამიანები ფულს ხარჯავენ, ადამიანები იბრძვიან. ადამიანები საკუთარ თავს უდავენ, სოციალურ ცხოვრებას ვერ ეწევიან, სულ ფერმაში ცხოველებთან არიან. მე ვერ ვეთქვი ადამიანს, უფასოდ მომეცი მეთქი. ჩვენ ხო შრომობთ, როგორ უნდა მივცეთ უფასოდ? თქოდ გემუდარებით, ეხლა რო წავიდე და თხავი ყიდო, აქ მოვაგროვე. წერს რო უთხრა, ესენი უფასოდ მომეცი მეთქი, რა მეთქვის? რას მეთქვის ადამიანი? ხო გამიბრაზდება, არა? ძმაო, ეხლა ამბობ რომ ის ძაღლი სულია, განა ის სული არ არის. ისიც ძაღლივითაა. რა განსხვავება? ისიც სულია. ადამიანები შრომას დებენ, მეგობრებო. ესეთი რაღაცები არ შეიძლება. ეხლა მე რაც ვამბობ TikTok-ის ლაივებში.
სოგი მეგობარი ამბობს, რომ ძაღლში ფულის გადართა ცოდვაა. და ასე შემდეგ წერენ. ეხლა სინამდვილეში მათი მიზანი იქ ცოდვა არ არის. კაცი ვერ ამბობს, რომ მე უფასოდ მინდა ყველაფერი. მე შრომის პატივისცემა არ მაქვს. მე უფასოდ მინდა ყველაფერი. მე არ მაინტერესებს შენი შრომა. მაშინ ვამბობ, ძმაო. მე ვამბობ, ძაღლის ჯიშის მიხედვით. 1 ცხვარი, 2 ცხვარი, 3 ცხვარი, 5 ცხვარი, 10 ცხვარი, რაც არის, მოიტანე. ამას მიხედვით ლეკვს მოგცემ. არც შენ გადაიხდი ფულს ძაღლში და არც შენს გულს ექნება დარდი. არც ჩემი გულიც იყოს დარდიანი. სწორი არა? ბოლოს და ბოლოს ის ხო ცხვარს უფასოდ მიიღებს. ხალხი შრომობს მეგობრებო დღეს. კაცი მოდის ჩემთან, აი ამ კანგალის ლეკვებს მაგალითად ნორმალურად არავინ უნდა. არავინ უნდა მას. უთხრა, უფასოდ მოგცემ მეთქი. ეხლა 10-დან 9 არ აიღებს. მაგრამ თქვა რომ ამ პომერანიანის ლეკვს უფასოდ დავარიგებთ. 10-დან 10-ვე მომწერს. მე მინდა ეგო. ეხლა შენ გინდა ეგ, მაგრამ ეგ განსაკუთრებული ძაღლია. იმ ლეკვს რო ეხლა გითხრა მოგცემ მეთქი. 40 მილიარდი, 50 მილიარდი ის. არ გამოვა მეგობრებო. ადამიანები შრომობენ. მალე ისედაც ახალ სანაშენე ძაღლებს ჩამოვიყვან. იმედია მომავალში ლეკვების გვეყოლება. ცოტა მოითმინეთ. ახალი გალიები გავაკეთოთ. ღმერთი თუ ინებებს ზეინას ლეკვები ეყოლება. დავაწყვილეთ და ველოდებით, კანეკორსოს ლეკვი გვეყოლება. ამის შემდეგ 100 დავაწყვილეთ, მაგრამ არ გამოვიდა. არის კიდევ სხვა ძაღლი, რომელიც დავაწყვილეთ ამჟამად? არა. მომავალში 1 წლის განმავლობაში ახალ ძაღლებსაც მოვიყვან, დედრებს. იმედია ბევრი ლეკვი გვეყოლება. ამის შემდეგ ლეკვების საკითხში მაქსიმალურად დაგეხმარებით. მეც მესმის თქვენი, რა თქმა უნდა. სანდო ადამიანებისგან გინდათ ყიდვა. გინდათ იცოდეთ როგორი წარმოშობა აქვს, რა და როგორია. მაგრამ მაშინ ცოტა მოთმინება დაგჭირდებათ. მოითმინეთ. ინშალლა ახალ სანაშენე ძაღლებს მოვიყვან. ალექსისგან ლეკვებს ავიღებთ. ჰექტორისგან, კარლოსისგან, ნორასგან, ასილისგან, ფრენჩებისგან. გაიგეთ? ბელასგან ავილებთ. იარე, დროის განმავლობაში ვნახავთ. ცოტა მოითმინეთ, მაგრამ საჯიშე ძაღლი უნდა მოვიყვანო. ამის შემდეგ ეხლა მოდით ამათვის მაკარონი ავიღოთ. ჰაიდუტი რა კარგად უყურებს. ჰაიდუტი გადაიგე ერთი. ჰაიდუტი, რა სიმპათიური ბიჭი მყავს მე. ჰაიდუტი კარგად გასუქდა, ჰა? მოიცა, მოდი სწრაფად გარეთ გავიდეთ. ხელში ავიყვან. მოიცადე, დაიცადე ბიჭო, არ შეხვიდეთ შიგნით, გაჩერდით. არა. არა, ჰაიდუტი მოიცადე. ჰაიდუტი, მოდი. ჰაიდუტს ესეთი საოცრად ლამაზი სახე აქვს. ოჰა. მაშალლა შვილო, ნამდვილი დათვი გახდი ბიჭო. ჰა? ნამდვილი დათვი გახდი ბიჭო. ზელკი აიდუტი. ნახე ხა დესტანი წეჭვიანოს. დესტან შენ ზაგიყვანო ხელში. ო, ცუდო დესტან. ნომო ჩემო, მაშალა თქვენზე, მაშალა ჩემს ბავშვებზე. ჩამოდი. ჰა, მოგშიუდათ ახალგაზრდებო. მოგშიუდათ. ძმა, ვაინახე. ნახავ ლეკვებს რა სქელი მაჯები აქვთ. ეს ლეკვები ეხლა ალბათ 100, 103, 104 დღისები უნდა იყვნენ. ანუ 3 თვე უკვე გადაცილებული აქვთ. მაჯების სისქე და ასე შემდეგ, მაშალა. ეს ყველაფერი კოლაგენის დამსახურება. კალციუმისგან ხო მიხვდი? ცულების განვითარებისთვის, ჩონჩხის განვითარებისთვის. კოლაგენი ძალიან მნიშვნელოვანია, ძმაო. სუთუთლაჩი რა კარგად თამაშობთ. სუთლაჩიც, მაშალა, ძალიან ჭკვიანი გოგოა. მართლა ძალიან მიყვარს ის. მოდით ახალგაზრდებო, ჰექტორს უნდა გამომეყვანა სინამდვილეში. ჰა? ჰექტორს უნდა გამოგვეყვანა, მარლა. ისევ დედე იქა. მოიცა, ვერ გამოვიყვან ძმაო. იმის გზენ უწავოთ, მოიცა. ჩხუბი ატყდება კიდე. ჰაიდუტები დესტანებთან ერთად გარეთ არიან. ამიტომ რისკზე უწავალთ. მოდით ამ მაკარონებს ავიღოთ. ნორა ეხლა კიდე წავიდა და დესტანების გალიაში შევიდა, ნახე? ნორა. ლამაზი გოგო ხარ შენ. ამას ცოტა ხანში დავხურა. 7 ივლი საყვარელო. მაკარონი მანქანიდან გამოვიტანე, მოდი მეგობრებო. მოდი ესენი დავაცალოთ. შემდეგ რაღაცას გავაკეთებ. ჩვენი პომერანიელები აქ გამოუშვათ. მათაცია რომ ცხოველებსაც ეირნობა უნდათ. ტალახი არ არის და გამოუშვებ, მალე წვიმა დაიწყება. წვიმის დროს ისინი აღარ გამოხავთ ამჯერად. ეხლა მეგობრებო, ამაში ასე ვამატებ ჩვენს მაკარონს. კარგი ძმაო, მაკარონი რატო? ნახშირწყლებია, ცხოველს წონაში მოამატებინებს. ჩვენ ეხლა მუდმივად ძირითადად ცილოვანი საკვებით კვებავთ. როცა მხოლოდ ცილოვან საკვებზე ამყოფებ, ძვალი და ჩონჩხი ვითარდება, მაგრამ ცხოველი ცხიმს არ იკეთებს. ეს ღმერთის წყალობით კანის დამატება დავიწყე შიგნით. კანის რაოდენობასაც არ უნდა გადააჭარბო. მეტობა საზიანოა. კანი იმიტომაა კარგი, რომ ცხიმიანია. დაიცადე შვილო შიშტ, დაიცადე პამუკ. ცხიმს გამოყოფს. ცხოველებიც უნდა გავასუქოთ, ხო?
როგორც იცით, ზამთარი მოვიდა. ხო, ცხოველების კანი ცხიმით დაიფაროს, რო თბილად იყვნენ. აიგეთ? ან ეს საკმარისია კი ამისთვის. იმ ყოვს მომაწოდე ერთი. კმარა ამასთვის. ეხლა ეს მის წვენს შეიწოს, მეგობრებო. მოდი ვნახოთ ასე. კმარა ეს. ეხლა წვენს შეიწოს, იმიტომ რომ ამჯერად ცოტა იქნება, ა? გაიბერება ეს მაკარონი, ბულგური და ასე შემდეგ. კმარა. თუ მაინც არ ეყოფა, წყალში საკვებს დავამატებ, ძმაო. მერე მორჩა ჩვენი ლეკვების ლევანდელი საჭმელი, ეხლა მოიხარშოს, გაცივდეს. მერე ჩვენს ძაღლებს მივცემ. ეხლა მის თავსახურს დავახუროთ. ნელელა გაბერავს. თაიფუნბაბა ვარჯიშობს, ხო? ფიცით გეუბნები, ისევ შრომობთ. ისევ შრომობთ. ფიცს ვდებ. დავკრა ძმაო. ადამიანად მივიჩნევ საკუთარ თავს. ყველა უცნაურია, ყველა დაჩაგრულია. ყველა ჩაჩაგრულია, ჩვენ თვალებში იყურება. ზოგი მეუბნება, ნუ გააგდებ ნაჯვარი ძაღლები. ნაჯვარი ძაღლები რატო უნდა მივცე, ა? მეგობრებო, ამას უნდა მივხვდეთ. ამას უნდა მივხვდეთ. მე ჯიშის მოყვარული არ ვარ. მე ცხოველები მიყვარს. მე ცხოველი არც ჯიშის გამო მიყვარს და არც ხარისხის გამო. მე ცხოველის გულს ვაფასებ. რა ჯიშისაც არ უნდა იყოს, მნიშვნელობა არ აქვს. ნელა გაჩერდი, ნუ შეხვალ თქვენ შვილთან ერთად შიგნით. ისინი ყველა ჩვენს თვალებში იყურებიან. ყველა უდანაშაულოა, საწყალია, ყველა სულ სიყვარული. რომ უყვარდეთ, ჩემო პატარებო. შებოლომებო. მე ჯიშის მოყვარული არ ვარ, ყველა მიყვარს. ეხლა მოდი, პომერანიანები ავიყვანოთ, მოდი. ალექსმაც იქ დაკარა, ძალიან ცუდია. პომერანიანები. ბავშვები, გაგასეირნო ჩემო სიყვარულებო. გაგიშვათ ჩემო ბავშვებო. ცელქები. დაიცადე. ერთი წუთში. დაიცადე საყვარელო. ეხლა სამივე ავიდე, მეგობრებო. ირბინე, სწრაფად გაჩერდი. დაიცადე ბიჭო. დაიცადე. მაშინვე გაუშვათ ისინი იქაც. ერთი წუთით პატარავ დაიცადე. დებსთან არა. ესენია გარშემოვიდნენ, კარგი? არა, შვილო. ერთი წუთი. იარეთ პატარებო, ამ კარს გამოვასწორებ. იარეთ ჩემი ლომებო. დაიცადე ნაშიერები მათგან შეშინდნენ. ფისტიკი მაშინვე გადავიდა თავის ნაშიერების დაცვაზე. მოდი პატარავ, მოდი. მოდი პატარა, მოდი. მოდი ნახეთ. ამათ ასეთ წვიმიან და ტალახიან ამიჩი ვერ უშვებ. ეთვი ერთმანეთში ებლანდება, ძალიან ცუდად ხდება. გაიგე, ხა ზუსტად გაშვების ამინდია, ირბინე. ხოჩაკ ჩემს პატარებს. მოდი, ხედავ როგორ გახდნენ ბედნიერები. გოგო, როგორ ხარ? ზილი. ხოჩაკ ხარ. ეს სულ მამრია, ამას სულ ურევ, მაგრამ ზუსტად მდედრს გავს. ჩემო ლამაზო. ხოჩაკ შენ, ბედნიერი გახდით, ხო? ირბინეთ ახლა ითამაშეთ. მოიცა, შეხედე ამ თეთრი სილამაზეს. სინამდვილეში თუ აქ დარჩება, ფისტიკის ლეკვებთან ითამაშებს. ფისტიკი მოულის მას. მაგრამ ხო ხედავ, ჩუჭყიანდება, თანაც თეთრია. ძალიან ბინძურდება. ესენი სახლის ძაღლები არიან, მეგობრებო. ამათ სახში უნდა მოუარო. მოდი. ნახე როგორ გახარებულები არიან. მაშალა თქვენ. ამათ ასე რო უყურებ სიამოვნებს, ძმაო. გესმის? მე დედე. შენს თავს გავტეხავ. შენ სიმყურებს მოუჭრი, დედე. დესტანს რაღაც უკნა, ნახე რა არამზადა. არ შეეხო მის ბარტყებს. კაცურად იდგა. თორე შენო პატარა იყავი, საერთოდ არ შეგეხებოდი, ხო ასეა? სულ დაგჩაგრავდნენ ძაღლები. შენ ეგ გინდა, შვილო. შენ დაგჩაგრავდე. გონზე მოხვალდი და გაიგებდი. ცემა რომ მიიღოს ბავშვმა, მაშინ მიხვდება. დედე კაცი არა, სულ ამას ვამბობ. დაიცადე. არა, ნახე, ესენიც უნდათ შემოსვლა. არა, დედე. თქვენ როგორ ფიქრობ, დედე დაკეტილი დარჩეს თუ ღია იყოს? გამოკითხვას ვატარებ, კომენტარებში დაწერეთ. დედე დაკეტილი დარჩეს თუ ღია იყოს, მეგობრებო? ჩემი აზრით 80% დაკეტილი უნდა იყოს. 20% ღია უნდა იყოს. ბავშვებო, შემოსაყვარლებო, მიდით ირბინეთ. ირბინე. მოდი გინდა საჭმელი მოგცე. მოდი ცოტა. დაიცადე თუ კატამი გაცივდა, ერთი ლუკმა მაინც გასინჯონ. მოდით ხელით მივცეთ მათ. მოდი. მოდი.
აბა, აიღე. აიღე, ვნახოთ. მოდი, წაიღე. წაიღე. ხოციანაცის გაძლევ, ხო ხედავ? რბილი აიღე, პატარაო. აიღე, ლამაზო. ისედაც იშლება, წაიღე. აიღე, ჩემო კარგო. აიღე, ბავშვო. წაიღე, მოდი. ო, შეგერგოს ჩემს პატარას. მაშალა თქვენ, მოდი. წაიღე. ნახე, პომერიანები, ჭკვიანები არიან. ნახე, ერთი წუთი. დაიცადე რა. მოდი ეს საქმე მოვაგვაროთ რა. აი ის დედე ხო იცი, აი ის დედე. ნოიაც ჩემთან მოსვლა უნდა. ცხოველს ყურადღება უნდა. დედე, შენს თავს გაგიტეხავ. ეს იერად იყავი, ისევ გაიქცა ნორა. მოდი ნორასთან წავიდეთ. სრაფად გავიდეთ. ერთი წუთით ახალგაზრდებო. არა. გაჩერდი. გაჩერდი. ესლემ, გადი გარეთშენ, ერთი წუთი შვილო. ძმაო, მოდი ყველგან ძაღლებია, გავგიჟდები უკვე. ეხლა მოიცადე ნორას მე მივაჩვე. ნახე, უსინდისო დედე. წესიერად იყავი. ნორა, მოდი შვილო. მოდი. მოდი ნორა. მათ ყურადღება ნუ მიაქცევ. მე შენს გვერდით ვარ, ლამაზო. აბუა, მოდი აქ. მოდი, შეუსინდისო. შენგან კაცი რო გამოვიდეს. მე ინდრეებს ვნახავ, მოდი ახლა, ერთი წუთი. გადადი იქ. ფსიქოპატები ხარ თქვენ. მოდი აქ. გადადი. ეხლა აქედან გადახტება. ნუ მიაქცევ ყურადღებას, ესენი აქ რო დავდე. 2 წუთს გაძლევთ. ნახე, არ ეს შეხედე. 2 წუთს გადააჭარბე. 2 წამი გავიდა. 2 წამი. მაინც თვალებში ნუ მიყურებ და ისე გადახტი, აი ჩუმად გადახტი. ზურგს მაინც შევაბრუნებ. არა. 2 წუთი თქვი. 2 წამი გავიდა. იქ დაჩი. ნორა, მოდი. მოდი ლამაზო, მოდი. მოდი ნორა. მოდი საყვარელო, ესეც გიბრაზდება. ამათ გაუბრაზდი შვილო, კარგი? ესენი შეგეჩვევიან. ასი არა. დაიცადე შვილო, ეხლა ორივეს გადავიღოთ. ნახე, ნორას შეხედე. თათი დახმარებას ხოს. მე უყვარვა, ხედავ? კოჩახ ჩემს გოგოს. ნორა ძალიან ჭკვიანია, ემოციურია, მაგრამ როგორც თქვი, ახლახან ვიყიდეთ, ხო იცით? ძმაო, წარსულიდან ტრავმა აქვს. ასიე არა. ცხოველი უნებლიეთ ფრთხილობს. ეხლა ჩვენები როცა ერთხელ რამეს დააშავებენ, ცხოველი მიჩვევას ვერ ახერხებს. ამიტომ ეს დედე, ისედაც დედე იწყებს ამ ყველაფერს. დედე და პრინცესა ეს ორი არიან ამ პრობლემის სათავე. ისინი რომ ამხნევებენ, სხვებიც იძაბებიან, რადგან ჯოგია. რა ხდება ამ დროს? საბოლოოდ გოგოს თვითდაჯერებულობა სრულიად ანგრევენ. ეხლა ვიდეოს შემდეგ დედე შევკეტავ. ნორა, მაგრამ მათ აღარ მივცემ უფლება, შენზე გაბრაზდნენ, კარგი? აი პირდაპირ გააღო, კარი. შილო, ბაბუა, მოდი აქ. ბაბუა, მოდი. მოდი. არ მოგერიდოს. სრულიად მელია. მერც გეფიცებით, ბაბუა, ნამდვილი მელია, მეგობრებო. ნორა. კოჩახ ჩემს გოგოს. ნახე როგორ მაძლევს თათას, ხედავ? ბავშვები ვით არიან, უნდა რომ მოვეფერო. შეეჩვია ჩემი გოგო ჩემთან. უნდა რომ მოვეფერო, მაშალა ჩემს გოგოს. ვერ გიჭერენ გალიებში. ეხა სად უნდა დაგშვათ? ყველა ადგილიდან გარბიხარ. არესიც იქ დარჩა, გიჟი, შეშლილი არესი. ვეც ხდება ეშინია კიდეც. არესი იქ დარჩა, გიჟი. ვაი არესი. ვაი ცელკო არეს. დარჩი იქ, არ შეგეხები. წამო ნორა, წავიდეთ, მოდი. მოდი შვილო, წამო. ხედავ ეხა ძაღლები არაფერს ამბობენ. მე ხო შენს გვერდით გავარ და გიცავ ამიტომ. კარგი მეგობრებო, დღესაც ვიფიქრე რომ თქვენთვის ეს კატა მეჩვენებინა. ჩვენი კატა მაშალა, კარგად გაიზარდა. ნახეთ. ზოგადად რეაქციები კარგი ქონდა, მაგრამ გაშვების გამბედაობა არ მეყო. მაზალა ვინიცის, იქ ერთი წამით უყურადღება გამეპარა და გარეთ გაიქცა. ამჯერად შეიძლება ძაღლებმა ავნო. ამიტომ ზოგადად გავაცანით, მდგომარეობა კარგი აქვს, მაგრამ როგორც ვთქვი, შემდეგისთვის ამ ვიდეოს კარგი მოწონება დააჭირეთ, 10,000 მოწონება მოვიდეს, ყველა შევკეტავ ძმაო, მე ქათმებთან გავუშვებ. ჩვენს კატას დავაკვირდებით, ნახოთ რას გააკეთებს. მე ძალიან მაინტერესებს, მოვით თქვენ ძალიან მიყვარხართ. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება და არხზე გამოწერა, კარგად იყავით, ნახვამდის.
ჯამთელად იყავით, მეგობრებო.